ნამდვილად არ ამბობენ, რომ ბალი არის ფრილანსერებისთვის იდეალური სამუშაო ადგილი. თითქოს კლიმატითაც, კულტურითაც ტაილანდი ძალიან გავს, მაგრამ ძირითადად არის ლოკალური ტაილანდური სამზარეულო და შესაბამისი ინტერიერი არც ისე კარგი პროდუქტიული მუშაობისთვის და აი ესეთი ადგილები ყოველ ფეხის ნაბიჯზე მე მგონი 1-10 ხდება ბალის, ეგ არის დიდი სხვაობა. შენ რა თქვა? მე იმას ვიტყვი, რომ ანუ ბევრად მეტი პლუსი აქვს ვიდრე მინუსი. ბალის მინუსები მსხვილია, პლუსები უფრო მსხვილია, რა თქმა უნდა. ანუ რაც შეეხება მინუსებიდან დავიწყებ, ეს არის ტრაფიკი. თუ არ ატარებ დეგენერატივით, ისიგნალებენ. თუ ატარებ დეგენერატივით, მაინც გისიგნალებენ, მაგრამ დეგენერატივით თუ ატარებ, უფრო მალე მიყოლ დანიშნულების ადგილას, მაგრამ შეიძლება დეგენერატივით მიხვიდე და თან დალეწილი. ძალიან ცუდად ატარებენ. ანუ არანაირი პატივისცემა, მე მგონი თბილისზე ხმას აღარ ამოვიღებ, ასე. ტაილანდშიც არ გითმობენ გზას, მაგრამ პატივს მაინც გცემენ. აქ კიდე არც პატივისცემა, არც დათმობა არაფერი საერთოდ არანაირი წესები არ გრძელდება. მარტივად რა გიხსნათ, ყველა ტაქსისტი გისიგნალებს, რომ მიიქცეს შენი ყურადღება. ანუ 10-მა ბაიკ ტაქსისტმა რო ჩაგიაროს, 10 ჯერ დაგისიგნალებენ. ანუ მუდმივად სიგნალის ხმა ისმის. და რაც შეეხება პლუსებს, ინდოეთის ოკეანე, მეორე ძალიან მაგარი ხალხი, მესამე ფერები, ბუნების რაღაც სასწაული, ეგეთი ფერები ტაილანდში არ არის. მეოთხე ყველაფერი ახლოს არის, ხელმისაწვდომია, დელივერი, ტაქსი, რაც ტაილანდში ცოტა ჭირს. და ქეში არ გჭირდება. ქეში არ გჭირდება თითქმის არსად. მაგათი ციხე. მადლობა, ყველაზე დიდი პლუსია ეს.